კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოებს ღია კარიერული წესით აწარმოებს. ადგილობრივების თქმით, კომპანია მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს და სამუშაოებს დარღვევით აწარმოებს. მათივე განმარტებით, საფრთხე არა მარტო მიმდებარე ტერიტორიას, არამედ მთლიანად ჭიათურასა და გარემოს ემუქრება. არ ყოფს თუ არა კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და რამდენია კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი და ასევე რას ამბობენ გარემოს ზედამხედველობის სამსახურში. ნახეთ რეპორტაჟში ჭიათურიდან. ავტომობილების სავალი გზის დაზიანება, მოსახლეობის სასმელი წყლის მილების მწყობრიდან გამოყვანა, უსარგებლო ნედლეულის, კლდის ციცაბო ნაწილზე დაყრა. ეს ის პრობლემებია, რის გამოც მოსახლეობა კომპანია ჯორჯიან მანგანეს უჩივის. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია აქ რამდენიმე წელია მუშაობს. გარდა მუნიციპალიტეტში არსებული მაღაროებისა, კომპანია ნედლეულს ღია კარიერული წესითაც მოიპოვებს. მათი მძიმე ტექნიკა ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ კი სოფელ ზედარგანში ყოველდღე მუშაობს და ნედლეულს მთის ქანებიდან მოიპოვებს, სადაც ადრე ტყის მასივი არსებობდა. კომპანიის მუშაობით მოსახლეობის გარდა ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატიც უკმაყოფილოა. მალხაზ წერეთელი აცხადებს, რომ ჯორჯიან მანგანეზი თავის საქმიანობით ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს დიდ ზიანს აყენებს. ძალიან დიდი საშიშროებაა თუ ასე გაგრძელდა და ამ ტემპით, აი ამ კარიერზე კონკრეტულად ასეთი ფორმით დამუშავება, რომ საშიშროება შეექმნა საერთოდ ქალაქს და ქალაქის მოსახლეობას. ფიზიკურ ყოფასაც კი. სულ 2-3 მეტრი აშორებს, რომ აი ეს ლოდი რომ გადაგორებულიყო, შეიძლება ბავშვები ემსხვერპლა გზაზე. ჯორჯიან მანგანეზის საქმიანობაში კანონდარღვევას ხედავს სოფელ ზედარგანის საკრებულოს წევრიც. მურმან ბარათაშვილი მიიჩნევს, რომ კომპანია გამოუყენებელ ნედლეულს კლდის ციცაბო ნაწილზე ტოვებს, რამაც მისი თქმით შეიძლება მძიმე შედეგი გამოიწვიოს. დიდი წვიმის დროს და იყო ასეთი პრეცედენტი, ცოტა ქვემოთ. აი ეს მასა ქალაქში ჩავიდა. წელს 2015 წლის და 2015 წლის ზამთარში, რომელზედაც ჩვენ აქამდე მოვედით. აი ის გზა ჩაიკეტა ასეთი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი რაღაცა მეწყერით. ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში მიმდინარე სამუშაოები არაერთხელ გააპროტესტა, თუმცა უშედეგოდ. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სოფელში ნედლეულის გადამზიდი მძიმე მანქანების ხშირი მოძრაობით დაზიანდა სოფლის გზა და წყლის მილები, რის შედეგადაც სოფლის მცხოვრებლებს დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. ეს მტვირიდან ნაგავი ჩვენ გვავარებს, რაც თქვია, ავადმყოფობას იწვევს. კი რა, ოპერაციაც გავიკეთე მე იმის იგულისთვის, რომ გლახად გავხდი ამ მტვირის გამო. ჩამოხსნეს დღე ქაღარეს მიწაში დამარხეს. ეს იმია, რომ არავის არ მიცევენ იმას, იმიტომ რომ ვითამ არ იყო ის ხეები. თუმცა საკუთარი არგუმენტები აქვს ჯორჯიან მანგანესაც. კომპანიის PR დირექტორი აცხადებს, რომ გამოუსადეგარი ნედლეულის დაყრასთან დაკავშირებით პრობლემები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ კერძო მომპოვებლებთან დაიწყო გარიგების დადება. ზაქარია ზალიკაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობა თავის კერძო მიწას სხვა დამოუკიდებელ მომპოვებლებს აძლევს, რა დროსაც ტერიტორიიდან ნედლეულის მოპოვების შემდეგ ორმოები ამოუსებელი რჩებოდა. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამის მეთვალყურეობა ჯორჯიან მანგანეზის პრეროგატივაა. ნაწილობრივ პასუხისგებლობას მათ საქმიანობაზე იღებენ ჩვენები, მაგრამ თუ არ მოხდა მადნის ამოღების პროცესი, თუ არ დასრულდა, რა თქმა უნდა, იქ რეკულტივაციის პროცესს ვერ მოახდე. ზედამხედველობა ვრცელდება, შემდგომ რომ დაგვიმტკიცებს გარემოს დაცვის სამინისტრო, ამ დამოუკიდებელმა მომპოვებელმა აღასრულოს იქ რეკულტივაციის პროცესი. სრულიად სხვას ამბობს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. ჯორჯიან მანგანეს 90 ჰექტარზე ნედლეულის მოპოვების ლიცენზია გარემოს დაცვის სამინისტროს განაქვს. თუმცა იმავე სამინისტროს შესაბამისმა სიპმა კომპანიის 2013-14 წლების მუშაობასთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა, რომლის მიხედვითაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 320 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. თუმცა ჯარიმა კომპანიას ამ დრომდე არ გადაუხდია. სხვადასხვა ზიანები ნიადაგის დეგრადაციაზე 2,79,000, 158,000 ჰექტრის უკანონო სარგებლობით აი მოპოვების დროს წესების დარღვევაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯიან მანგანეზის მიმართ პრეტენზიები ერთდროულად ადგილობრივ მთავრობას, მოსახლეობას და გარემოს დაცვის სამინისტროს გააჩნია, პრობლემები ამ დრომდე არ მოგვარებულა. სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელ კომპანიას კი სახელმწიფოს მიმართ თავისი პრეტენზია აქვს. ჯორჯიან მანგანეზი მიიჩნევს, რომ გარემოსთვის მიყენებულ ზიანს ზედამხედველობის დეპარტამენტი არასწორად ითვლის, ამიტომ მათთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდასაც არ აპირებენ. ამასთან საქმეს საქართველოს პროკურატურა სწავლობს.